გამარჯობა მეგობრებო, კობა ინასარიძე და გიორგი დარჯანია. მოგესალმებით, ეს არის სარბილის YouTube არხი და ძალიან საინტერესო კითხვა გვინდა დავსვათ. კობა, დასვი კითხვა. ჩვენს მაყურებელს მინდა მემართო ასეთი კითხვით. თუ იცით, აი ეს ბეტონი რა? ვიმყოფებით ახლა დინამო სტადიონზე, აი დინამო სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის მხარეს, აივანზე და არის აი ეს რაღაცა უაზრო გამოშვერილი ბეტონი. იცით თუ არა მეგობრებო, რა არის ეს? იმიტომ რომ არანაირი ფუნქციური დანიშნულება ამას არ შეიძლება კონდეს და ერთადერთი რა დანიშნულებაც შეიძლება აქვს, ბევრი ხალხი რო ფეხი წამოკრა და ვერ გაიარო. თუმცა ძალიან მაგარი. ამ დროს რაღაცა ვიცით თუ არა რა არის ეს? ეს ამბავი ჩვენ მოგვიყვა სარბიელის პოდკასტში. დინამო სტადიონის არქიტექტორთა დინასტიის წარმომადგენელმა არჩილ კურდიანმა. მისმა პაპამაც ააშენა ეს ჩვენი ულამაზესი სტადიონი. მოდი ვთქვათ, პაპამ ააშენა ის პირველი ძველი დინამო, მამამ ააშენა აი ეს დინამო, რომელიც აქ არის. და თავად თვითონ არის ახლა აი აქ ბოლო რეკონსტრუქცია რაც გაუკეთა, არჩილ კურდიანმა გაუკეთა ამ სტადიონს. და სიმართლე გითხრა, მე აი ამის ისტორია არ ვიცოდი. და ახლა ბატონი არჩილისგან გავიგე და პრინციპში ნუ არ გავაწვალებთ მაყურებელს. გიორგი, ერთი წამი იმას კითხოთ თუ იცის. აი, კახა. მოდი. გამარჯობა. ჩვენი მეგობარი კახა ბერიძე. კახა. მოკითხვა მერე იყოს, ახლა უცებ ერთ. ყველაფერი იცი შენ სპორტზე. გონი. ძალიან ბევრი რა, აი ეს რა არის? ეს იცი რა? ნამდვილად არ ვიცი და სტადიონში ხშირად ვიწევს თხოვნა ყოფნა. ყოველთვის უყურებდი ხოლმე. რა არის და ვინტერესდებოდი, მაგრამ პასუხი არ მქონდა და თქვენ თუ იცით? არ და ნამდვილად არ უბრალოდ ხედავდი იქეთაც არის ხო რამდენიმე და სულ ვინტერესდებოდი ნეტავ რა არის, მაგრამ პასუხი ნამდვილად არ მქონდა. თქვენ თუ იცით საინტერესო. მაშინ მოდი ახლა შენს და ჩვენს მაყურებელსაც მოვუყვებით რა არის ეს. კობა, მიდი დაიწყე. მოკლედ, ჩვენ ამბავსაც მოყვები ორი სიტყვით. პირველი დღიდან რაც შემოვიდი მე დინამო სტადიონზე, ეს იყო 80 თუ 79 წელი. მაშინ რამდენი წელი იყავი კი მაგრამ? რა ვიცი, 7 თუ 8 და მაშინ იმ დღიდან დამაინტერესა ეს რა არის. რატო არის, აი რა ფუნქცია აქვს, საერთოდ არაფერი, ხო? და არა ბევრ კითხე კაცებს და არავინ არ იცოდა. აი სულ რაღაც 2-3 კვირის წინ გავიგეთ პასუხი. თვითონ არქიტექტორ კურდიანისგან რომ რა არის აი ეს გამოშვერილი უაზრო ბეტონის რაღაცა ფილა. მოკლედ ეს ჩვენი სტადიონი, ჩვენი ძვირფასი სტადიონი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტადიონი თავის დროზე. უნდა ყოფილიყო 100,000 მაყურებელზე გათვლილი. ესე იყო პროექტში, ესე იყო დამტკიცებული. 70-იანი წლების დასაწყისში ხდება ეს ამბავი. დასაწყისში, როცა აშენდა გაიხსნა ეს ჩვენი სტადიონი და ჩამოვიდა მოსკოვიდან კომისია, მოკლედ და ეს მაშინ, როდესაც სტადიონის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ანუ უკვე დაწყებულია საძირკველი უკვე ჩაყრილია, ის საყრდენი სვეტები უკვე არსებობს და ამ დროს ჩამოდის მოსკოვიდან კომისია. ჩამოდის მოსკოვიდან კომისია და ამბობს, არავითარ შემთხვევაში 100,000-იან სტადიონს ვერ ააშენებთ თბილისში. უნდა იყოს მხოლოდ მოსკოვში. 100,000-იან სტადიონი მთელს საბჭოთა კავშირში. არ შეიძლება რომ საბჭოთა კავშირი, ეს შეიძლება ეხლანდელი აი უფრო პატარა თაობის გულშემატკივრებისთვის ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ არ შეიძლებოდა სადმე რაღაც რეგიონში და საქართველოს სამწუხაროდ რეგიონად ითვლებოდა მაშინ ყოფილიყო რამე უფრო დიდი, რამე უფრო ლამაზი, რამე უფრო მასშტაბური ვიდრე მოსკოვში. აი ესეთი დამპალი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. მოსკოვში უნდა ყოფილიყო 100,000-იანი სტადიონი და ესე დაიწუნეს მოკლედ ეს პროექტი. და აი ეს ბეტონის რა ქვია, საყრდენი. საყრდენი, ხო, აი საყრდენი. ეს არის აი იმ 100,000-იანი სტადიონის საყრდენი ფრაგმენტი. ანუ საყრდენი ბოძის ფრაგმენტი. აი ამაზე უნდა აშენებულიყო 100,000-იანი ტრიბუნა. ესეც და იქეთ არის რამდენიმე ცალია შემორჩენილი. ის სიმბოლურად არჩილ კურდიანმა, მამა არჩილ კურდიანმა თქვა რომ ეს იყოს თაობებს შემორჩესო, რომ თაობებმა იცოდეს, რომ აქ უნდა ყოფილიყო 100,000-იანი სტადიონი, მაგრამ მოსკოვის არ აშენდა იმიტომ რომ ის მართლა ის საძაგელი, საზიზღარი ქვეყანა, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი,
ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს იმას, რომ საქართველოში და სხვა რესპუბლიკებში რაიმე უკეთესი ყოფილიყო, უფრო დიდი ყოფილიყო ვიდრე მოსკოვში. ასეთი ისტორია ეს. ეს არის თვალსაჩინო, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისი, როგორ ვეზიზღებოდით ქართველები საბჭოთა კავშირის კრემლს პირდაპირ დავთქვა. თქვათ ერთი ამბავიც უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ზუსტი ასლი დინამოს აი ამ სტადიონის ზუსტი ასლი არსებობს სოფლიოს რომელიღაც ქვეყანაში, საბჭოთა კავშირთან დაძმობილებულ ქვეყანაში, ასე ვთქვათ. არჩილ კურდიანს მისგან გამოითხოვეს პროექტი ნახაზი ამ სტადიონის და სადღაც აჩუქეს რომელიც და იმ პროექტით აშენდა. და იმ პროექტი არის აშენებული, ოღონდ სად არის არ ვიცით და იქნება მივაკვლიოთ მე. ხო, და კიდე ერთი საინტერესო რაღაც, აი ძველი პროექტით ამ 100,000-იან სტადიონს გასასვლელებში უნდა კიბეები არ უნდა ქონოდა. პანდუსებით უნდა გასულიყო ხალხი. და ეს იყო გათვლა ასეთი, რომ თამაშის შემდეგ ემოციებით ხარ დახუნძლული, ხო? გინდა მოიგე, გინდა წააგე, ხო, ემოციებით მოდიხარ და აი ამ კიბეებზე სიარული არის ისეთი სახიფათოა, იმიტომ შეიძლება ფეხი დაგისდეს, შეიძლება რაღაცას ფეხით, აი ამ ემოციებით და ამიტომ გათვლილი რომ მთლიანად სტადიონი უნდა დაცლილიყო პანდუსების მეშვეობით. ხალხი უნდა გასულიყო პანდუსებისგან. და აი ასეთი სტადიონი კრემლმა არ აგვაშენებინა. და იმ ამბავის მოსაგონლად კიდევ ერთხელ თქვა დარჩენილი აი მარტო აი ეს ბეტონის ფილა. ეს სტადიონი იმ დროებაში ევროპაში იყო, ну საუკეთესო თუ არა, საუკეთესო და სამეულში იყო ჩვენი სტადიონი. და ვთქვათ კიდევ ის რომ ოფიციალურად ეს სტადიონი იყო 75,000-იანი კომუნისტების დროს, ოღონდ აქაც ისეთი ხრიკი იყო ჩადებული. აქ ძველი თაობის მაყურებელს კარგად ეხსომება, ძალიან მაშინ არ იყო ინდივიდუალური სკამები, იყო აი ესეთი გრძელი სკამები, ფიცრი სკამები და შორიშორს იყო დანომრილი. შორიშორს დანომრეს სპეციალურად, რომ ძალიან დიდი კაცის ხო, სპეციალურად ძალიან შორიშორს დანომრეს, რომ რაოდენობრივად ეს ნომრები ცოტა გამოსულიყო. გამოსულიყო 75,000, მაშინ როდესაც სინამდვილეში 80-85,000 უპრობლემოდ 100,000-იც კი, 100,000-იც კი უპრობლემო რეალურად ჯდებოდა, თუმცა შორიშორს დანომრეს, რომ ოფიციალურ საბუთებში გამოჩენილიყო 75,000. ნორმალური სისქის ადამიანზე არ იყო დანომრილი, აი ძალიან დიდ ადამიანზე იყო გათვლილი, რომ ანუ ნომრიდან ნომრამდე ეტეოდა 3 კაცი რა, და 3 საშუალო ზომის ადამიანი და აი ესეთ ისტორია აქვს ამ ლეგენდარულ სტადიონს. ესეთი და რეალურად ყველაზე მეტი მაყურებელი ამ სტადიონზე იყო ლივერპულთან და გერმანიის ნაკრებთან. გახსნის თამაშს მე მგონი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის თამაშს. გახსნის თამაშზე მე მგონი 100 არ იყო 100. თუმცა არა, ლივერპულზე და გერმანიაზე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100,000-ზე მეტი იჯდა, უდავოდ 100,000-ზე მეტი იჯდა, კი. და მოკლედ ძალიან მაგარი სტადიონი გვაქვს და მოუთხილდა. და შეიძლებოდა რომ უფრო უკეთესიც ვქონოდა, უფრო დიდიც ვქონოდა. დიდი დიადი გამარჯვების მოხსნა. და არ გადავხვდეთ ხოლმე მოედანზე.